და მიიჩნიოთ ისტორიულ მოვლენად, რამდენადაც ის არა მარტო ეკონომიკური კავშირების განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ საერთო ევრაზიული სივრცის, ასე ვთქვათ, ფორმირებას თითქმის ყველა სფეროში. იქნება ეს ეკონომიკა, იქნება ტურიზმი, კულტურა, საერთოდ ცივილიზაცია, ევროპული და ასიური ცივილიზაცია. ხიდი იმოქმედებს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, თვით იაპონიისა და ჩინეთის ჩათვლით, ისე როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამავე დროს ევრაზიის დერეფანი ძალიან კარგ პერსპექტივებს ქმნის ტვირთნაკადების და ადამიანების მოძრაობისათვის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. კიდევ ვიმეორებ, საქართველოს ამ მხრივ უნიკალური მისია აქვს დაკისრებული, ისე როგორც მრავალ სხვა სახელმწიფოს. და კიდევ ერთი აზრი, რაც მინდა გამოვხატო ჩემი მოკლე შესავალში, ის არის, რომ ცალკეულმა სახელმწიფოებმა უარი უნდა თქვან და ზოგიერთმა ხელისუფალმა უარი უნდა თქვას, ასე ვთქვათ, თვითნებობის პოლიტიკაზე, რომლის მიზანიც არის ხელი შეუშალოს საუკუნის ამ უდიდესი პროექტის განხორციელებას. ვფიქრობ, რომ ისინი დარწმუნდებიან, რომ აქ, ასე ვთქვათ, ველური კონკურენციის კანონები არ უნდა მოქმედებდეს და ყველა სახელმწიფო ერთმანეთს უნდა ეხმარებოდეს ამ ევრაზიული ხიდის, ევრაზიული დერეფნის ამოქმედებაში.